მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მთელ საიმიგრანტოს უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. თქვენი ძალიან დიდი და დაშინებული თხოვნით დღეს მინდა ჩავწერო ვიდეო მიმართვა აფიშის შესახებ, რა თქმა უნდა, დროის უქონლობის გამო დღეს პარაცკევია და ცოტა საქმეები მივილიეთ, კვირის ბოლოა. აფიშის შესახებ ყველა თქვენთაგანმა ძალიან დიდი თხოვნა გამოუშვა, რა თქმა უნდა, რამოდენიმეჯერ მაქვს პოსტის სახით დადებული ოღონდ წერილობით აფიშის შესახებ თუ რას ნიშნავს და როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ბევრად თქვენთაგანმა ვერ მიიღო და ვერ გაიგო სწორად და მინდა რაიმე დეტალი არ გამომჩეს და აგიხსნათ დეტალურად თუ რას ნიშნავს აფი. ანუ მიგრაციის სამსახურმა, თურქეთის მიგრაციის სამსახურმა, მიგრაციის სამსახური იცით რა თქმა უნდა თურქულად გიოჩიდარეს ნიშნავს. ჩაუშვა სისტემაში უკვე რამოდენიმე თვეა ესეთი მუხლი და კანონი, რომელსაც ქვია აფი, ეგრეთ წოდებული ქართულად მიახლოებითი განმარტება ექნება შეწყალება, რომელიც ითვალისწინებს თუ მუშაობ ოჯახში. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ იგივე კითხვა არ დაისვა შემდეგში, მხოლოდ დაშვებულია ოჯახზე ბავშვის, მოხუცის, ავადმყოფის ან ინვალიდის მომლელად. ავადმყოფის და ინვალიდის მომლელობის შემთხვევაში მათ უნდა გააჩნდნენ ოფიციალური დამადასტურებელი ავადმყოფობის დასკვნა, ანუ ჰასტარაფორუ. ფაბრიკები, ლოკანტები, რესტორნები, დაწესებულებები, ესეთები უნდა გამოურიცხოთ, არ მოგატყუთავთ ამ დაწესებულებებზე და ამ მხრივ არ კეთდება, მხოლოდ ოჯახზეა დაშვებული. მოდის ასევე კითხვა ძალიან ბევრი მამაკაცებისგან, თუ ეს ოჯახზეა დაშვებული, ჩვენ მამრობით მას სქესმა რა დავაშავეთ. მამრობით სქესიც რა თქმა უნდა დაშვებულია ოჯახზე, ოღონდ მამრობითი სქესის შემთხვევაში შეიძლება გაგიკეთოთ პატრონმა ან ნაცნობმა რა მნიშვნელობა აქვს, რომელიც ამ ყველაფერზე წავა და თანახმა იქნება მოხუცის მომლელად, ოღონდ ისიც უნდა იყოს მამრობითი სქესი, ასევე ავადმყოფის ან ინვალიდის შემთხვევაშიც უნდა იყოს მამრობითი სქესი. ამ შემთხვევაშიც მამაკაცებზე პრობლემოდ კეთდება. მთავარი პირობა ქალბატონებო და ბატონებო არის ის, რომ პატრონი, ანუ დამსაქმებელი უნდა იყოს თანახმად. ჩვენით ან თქვენით დამოუკიდებლად ამას ვერ გავაკეთებთ. იმიტომ ვერ გავაკეთებთ, რომ მან ხდება სახელმწიფოსთან გარანტორი. გარანტორი რას ნიშნავს? დგება რიგი დოკუმენტები, მისი შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები, თავისი ედევლეთიდან ძალიან დიდი ბევრი დოკუმენტები, ანუ თქვენი დოკუმენტი არის მხოლოდ ფოტოები, პასპორტი და ბოლო შემოსვლის ბეჭედი, მაგალითისთვის არის კიდევ რამოდენიმე დოკუმენტი, დანარჩენი შეიძლება შედგეს 50 ცალი და 80 ცალი ფურცელი არის მთლიანად პატრონისგან. ანუ დებს ხელშეკრულებას სახელმწიფოსთან მის შორის გარანტორი დგება, რომ ნამდვილად ეს ქალბატონი ან ბატონი მუშაობს ჩემთან, მე მინდა რომ ეს ქალბატონი ან ბატონი დავეთანხმო ამ ყველანაირ პირობებს, მინდა რომ არალეგალობიდან გადავიყვანო ლეგალობაზე და ვამუშაო ოფიციალურად, ანუ გამოუსწორო სავიზო ისტორია. ამ შემთხვევაში ისეთ ხელშეკრულებას აწერს ხელს, რიგ წერია, რომ ვიღებ ყველანაირ ვალდებულებას, გადავუხდი ჯარიმას, რა თქმა უნდა თურქეთიდან გაუსვლელად, ჯარიმის შემდეგ მოთხოვნილ დოკუმენტებს მოგიტანთ და ჩაგაბარებთ. რა თქმა უნდა თუ ყველაფერი სწორად იქნება გაკეთებული, აუცილებლად მოვა 6 თვიანი ბინადრობა. ეს ბინადრობა ქალბატონებო და ბატონებო არ არის ტურისტული ბინადრობა, ეს არის მხოლოდ ჩალიშმაზე გადასასვლელი ბინადრობა. აუცილებლად რომ არ გადახვიდეთ, იყო შემთხვევა სხვა შირქეთს ჰქონდა, შემდეგში პატრონმა განაცხადა უარი, ანუ ვერ მოურიგდა დასაქმებულს, სხვათა შორის თურქმენი ქალბატონი იყო და მიგრაციის სამსახური ეგრევე დარეკავს, ეგრევე უკვე სატელეფონო დარეკვები დაიწყეს, როცა უკვე კარტა ჩაგბარდებათ 6 თვიანი, პირდაპირ რეკავს და გეუბნებათ რომ კარტა ჩაგბარდათ და რასაპირებთ ხომ გადადიხართ სამუშაო უფლებაზე. იმ პატრონმა უპასუხა, რა თქმა უნდა, სხვა შირქეთმა გააკეთა, ახლო მეგობარი იყო, სხვათა შორის თურქული კომპანია და უპასუხა, რომ მე უარს ვამბობ ამ ქალბატონზე და ეგრევე ორ დღეში გაუქმეს ეს ბინადრობის უფლება.
თვითონ მიგრაციის სამსახურმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ბინადრობა განკუთვნილია ჩალიშმაზე გადასასვლელად, ანუ ბინადრობის კარტა როცა მოვა, ეგრევე უნდა გადახვიდეთ სამუშაო უფლებაზე. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია ქალბატონებო და ბატონებო გასათვალისწინებელი. პირველი არის პატრონის შემოსავლები. ასევე გასათვალისწინებელია 18 თუ 19 ივნისიდან გუნჯელემე, ანუ ჩასწორება გააკეთეს კანონში, რომ მინიმუმ 6 თვე და მეტი უნდა იყოთ ვიზა გადაცილებული. მინიმუმ 6 თვე და მეტი უნდა იყოთ ვიზა გადაცილებული. ძალიან ბევრი ფაქტორებია, სათუთად გასაკეთებელი საქმეა, სხვათა შორის ქალბატონებო და ბატონებო, არც ერთი დეტალი არ უნდა გამოგვრჩეს. ასევე ითვალისწინებენ იმას, რომ არ უნდა გქონდეთ რაიმე აკრძალვის კოდის სისტემაში. ანუ თურქული განმარტება ნიშნავს თახტით კოდუ, გამახსენდა უცებ დამავიწყდა ბოდიში, თახტით კოდუ ნიშნავს რაც, მაგალითად 2 და 3 წლის უკან ამიყვანეს მაგალითად პირობითად მე ქუჩაში და მქონდა ცოტა გადაცილება, მაგალითად 4-5 თვემდე გადაცილება. 2-3 წლის უკან იყო ესეთი კანონმდებლობა, ცოტა გადაცილებაზე აღარ მიყავდით იქ გადაგზავნის და სადეპორტო ცენტრებში, ეგრევე აკეთებდნენ თებლიქაც, ანუ ქვეყნიდან გაშვების დოკუმენტს, სადაც აწერდი ხელს და იქ ეწერა მაგალითად 10 დღე, ან 15 დღე, ან 20 დღე, რომ დაგეტოვებინათ თურქეთის რესპუბლიკა. ძალიან ბევრმა თქვენთაგანმა არ გაითვალისწინა ეს და ისევ დარჩა და ისევ დღესაც არის თურქეთის რესპუბლიკაში. ესეთი სიტუაცია თუ გქონდათ უკაცრავად და თუ არ გაითვალისწინეთ ის ხელწერა, ის ხელშეკრულება, რომ მე 15 დღეში დავტოვებ თურქეთის რესპუბლიკას, ამ შემთხვევაში ეხლა რომც პატრონი გყავდეთ და ეს სიტუაცია ამ ყველაფერს რომ აკმაყოფილებდეთ და გააკეთოთ, მაინც მოგივათ უარი. ამიტომ ქალბატონებო და ბატონებო, მე არ ვამბობ რომ ყველა თქვენთაგანმა ჩემთან უნდა ითანამშრომლოთ, რა თქმა უნდა, ჩემზე უკარგესი და ჩემზე კარგი ოფისებით შეიძლება იყოს, ამას მე არასდროს არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრი აფიორა ოფისებიცა, ამაში თქვენც დამეთანხმებით და ჩემზე კარგად იცით, ძალიან ბევრი დაზარალებული მირეკავს სხვათა შორის. დაფიქრდით, აწონეთ, დაწონეთ, თავიდან სად დაიწყეთ უმსახურებას. შეიძლება საერთოდ პატრონმაც გააკეთოს, პატრონი ადვოკატი იყოს, ჩახედული იყოს საქმეში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ოღონდ ეს არის შანსი, ანუ სახელმწიფოსგან, თურქეთის სახელმწიფოსგან შანსი და გამოიყენოთ უნდა სწორად. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში უპირატესობა ის არის, რომ თქვენ ისეთ იცით, რომ უკვე ქუჩებში გასვლა სარისკოა, საპანიკოთ არ გეუბნები, რა თქმა უნდა, ყველა კუთხის ბოლოში უკვე დგას შესაბამისი სამსახურები და არავის არ პატიობენ. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში უკვე ხელშეკრულება დავდე ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ადვოკატთან თურქეთში, რა თქმა უნდა, ოფიციალური ადვოკატია, რომელიც მხოლოდ ამ საქმეს ემსახურება, ამჟამად მხოლოდ ამ საქმეზე მუშაობს, რომელსაც ანუ თავთნამეს, ანუ მინდობილობას გაუკეთებთ ისე ოჯახში და თქვენი სახელით მოქმედებს მან, ანუ მიგრაციის სამსახურში მან მიდის, თავიდან რეგისტრაციას და ყველაფერს მან აკეთებს. პატრონთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, პატრონი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ თანახმა არ იქნება, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ქალბატონებო და ბატონებო, ანუ უნდა გყავდეთ ოჯახი, რომელიც იქნება ამ ყველაფერზე თანახმა, სულ ყველაფერ რეგისტრაციას ყველაფერს აკეთებს მან. ეს არ არის ადრე რომ თქვათ რანდეუს შევავსობდით, როცა არალეგალი ხართ, რანდეუს სისტემა არ გვაძლევს, ამისთვის როცა მინდობილობას აძლევთ, ყველანაირი დოკუმენტებით მიდის ადვოკატი თვითონ და არეგისტრირებს იქ, ანუ ხელით შეყავთ მიგრაციის სამსახურში და მერე უკვე მოდის მესიჯი, რომ გთხოვთ ამ დროს მობრძანდეთ დამსაქმებელთან ერთად, რა თქმა უნდა, თქვენც მიბრძანდებით, ოღონდ ადვოკატის ერთად და როცა ადვოკატი გიზით მანქანაში და ადვოკატის გაქვთ მინდობილობა მიცემული, უკვე ყველანაირად დაზღვეული ხართ და არ გეშინიათ რომ თქვა გამაჩერებენ, ამიყვანებენ ან სხვა საშიშროებები. ძალიან ბევრი თანხმობებით ნელ-ნელა წამოგვივიდა ჩვენ, სამწუხაროდ ვერ ვტვირთავთ იმ ფურცლებს, რომელიც არის თანხმობის დამადასტურებელი, რადგან როცა ხელითა გაკეთებელი, ანუ მანუელ რანდეუს სისტემაში ვერ შევდივართ, კარტები ნელ-ნელა წამოვა და უფლის წყალობით ყველა თქვენთაგანს გაჩვენებთ. ეს არ არის ტყუილი ქალბატონებო და ბატონებო, ამით ეს არის შანსი, რომ გამოასწოროთ სავიზო ისტორია და გადახვიდეთ არალეგალობიდან ლეგალობაზე. ეს მინდოდა მეთქვა და მთავარი კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ, ეს ყველაფერი პატარა თანხები არ ჯდება. მაგალითისთვის გუშინ ერთმა ქალბატონმა მიცა თავის პატრონს, ქართველ ქალბატონს ძალიან სურდა რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა,
როცა ვესაუბრე პატრონს, უცებ გამითიშა ტელეფონი. იმიტომ რომ თქვათ მაგალითისთვის 4-5 წლიან გადაცილებაზე დაახლოებით 20 და 25,000 ლირა მარტო ჯარიმა ამოვარდება. ამას ემატება მომსახურების თანხები, ემატება სანოტარო თანხები, ნოტარიუსიდან 2 ოფიციალური დოკუმენტია გამოსათხოვი და გასაკეთებელი, ასევე ემატება 6 თვიანი სავიზო გადასახადები, ასევე ემატება სადაზღვევო, ანუ დაზღვევა როცა რანდევუს ვაკეთებდით ოთურმას და დაზღვევას ვდებდით ესეთები და ერთი მეორეზე რომ ვთქვათ, მაგალითისთვის დაახლოებით 3-4 წლიან გადაცილებაზე შეიძლება 40 და 45,000 ლირამდეც დაждდეთ. ამიტომ არ უნდა გაუკვირდეს პატრონს, როცა პატრონი ამ ყველაფერზე წამსვლელია, მაშინ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ხარჯიც არის და გაოგნებული არ უნდა დამირეკოს, როცა მირეკავენ და რა თქმა უნდა, როცა თანხმდებიან ჩვენი მომსახურების მიღებაზე. ეს არის დანარჩენი სხვა ძირითადი, რა თქმა უნდა, პრიორიტეტებიცა, სხვა ძირითადი მუხლებიცა გასათვალისწინებელი და ყველაფერი არის პატრონისგან, ანუ როცა პატრონი გვირეკავს, ყველაფერში ვაანალიზებთ, ვეუბნებით და თანახმა იქნება, რა თქმა უნდა, ვიწყებთ ოფიციალურად მომსახურებას და უფლის წყალობით ნელ-ნელა დადებით პასუხებსაც, ღებულობთ უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ კიდევ ერთხელ თითეული თქვენთაგანი. ეს მინდოდა განმემარტა AFI-ს შესახებ დღევანდელ ვიდეო მიმართულებით.